აირღვა თუ არა სინდისის პატიმარ ნინო დათაშვილის უფლებები, როცა მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია კლინიკიდან მისი თანხმობის გარეშე გამოითხოვეს. ამის შესახებ დაკავებულმა მასწავლებელმა და აქტივისტმა სასამართლოს ხდომაზე ილაპარაკა, სადაც მისი საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. ასე უპასუხავენ პროკურორსაც, რომელმაც განაცხადა, რომ ამბულატორიულ ექსპერტიზაზე დადგენილება ბრალდებული საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო. პატიმრისთვის კი, რომელსაც აბიტურიენტ შვილთან ერთად ყოფნის საშუალება არ მისცეს და ფსიქიატრიული ექსპერტიზა იძულებით ჩაუტარეს, გაუგებარია, რას გულისხმობს ბრალდება მისთვის საუკეთესო ინტერესებში. დათაშვილს, რომელსაც რეჟიმის პროკურატურა სასამართლოს მანდატურზე თავდასხმას ედავება, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გიორგი კვიჟინაძე ესწრებოდა სხდომას სასამართლოში, დეტალებს მისგან გავიგებთ. საკმაოდ საინტერესო წარიმართა პედაგოგ ნინო დათაშვილის სასამართლო პროცესი. დღეს, როგორც იცით, საქმის არსებითი განხილვა დაიწყო და პროკურორმა ახალი შუამდგომლობა დააყენა და წარმოადგინა სასამართლო პროცესზე მათი მტკიცებით ახალი მტკიცებულება. ეს არის ექსპერტიზის დასკვნა, ანუ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა როგორც შემდგომში გაირკვა, ნინო დათაშვილს უკანონოდ მოტყუებით ჩაუტარეს ფსიქიატრიული ექსპერტიზა. საქმე მდგომარეობს შემდეგში. პროკურორი მოითხოვდა, რომ ეს დასკვნა დართულიყო საქმეს მტკიცებულების სახით და ექსპერტი, რომელმაც აღნიშნული ექსპერტიზა ჩაატარა, როგორც მოწმე, ისე დაკითხულიყო სასამართლო პროცესზე მოწმის სტატუსით. შესაბამისად, დაცვის მხარემ დააფიქსირა ამასთან დაკავშირებით პოზიცია და როგორც ადვოკატები აცხადებდნენ, ნინო დათაშვილმა საერთოდ არ იცოდა, რომ მას უტარდებოდა ფსიქიატრიული ექსპერტიზა. მას თან შევიდნენ საპატიმრო დაწესებულებაში და უთხრეს, რომ უბრალოდ გაესაუბრებოდნენ, თუმცა შემდგომში გაირკვა, რომ და დღეს გაიგეს ადვოკატებმაც და თავად ნინო დათაშვილმაც, რომ ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა პატიმარს. როგორც ამბობენ ასევე ადვოკატები, არ იყო დადგენილება იმის შესახებ, რომ ამბულატორიული ექსპერტიზა ჩატარებოდა ნინო დათაშვილს და სასამართლოს განჩინების საფუძველზე სტაციონალური ექსპერტიზა უნდა ჩატარებოდა ნინო დათაშვილს, რაც შემდგომში პროკურორმა საკუთარი სურვილით ინიციატივით შეცვალა და მოსამართლის გადაწყვეტილება, რომ სტაციონალური ექსპერტიზა ჩატარებოდა ნინო დათაშვილს, თვითნებურად მიიღეს გადაწყვეტილება და ამბულატორიული ექსპერტიზა ჩაუტარეს პატიმარს, რაც ასევე კანონდარღვევით ჩატარდა, როგორც უკვე გითხარით, რადგანაც მოტყუებით ჩაუტარეს მას ექსპერტიზა. ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ ადვოკატების პოზიცია ამ ექსპერტიზასთან დაკავშირებით. განჩინება არსებობდა იძულებით სტაციონარში გადაყვანასთან დაკავშირებით, თუმცა დღეს აღმოჩნდა, რომ თურმე ეს განჩინება პროკურატურამ უარყო და გადაკეთდა ამბულატორიული ექსპერტიზა. სიმართლე გითხრათ, სამართლებრივად ეს არის ძალიან დიდი დარღვევა და პროკურატურამ ვერ შეძლო ამ მტკიცებულების ახსნა, როგორ გარდაიქმნა ამბულატორული ექსპერტიზა და ეს ექსპერტიზა, ანუ ამბულატორული ექსპერტიზა ჩატარდა ისე, რომ დავით მაღრაძემ უთხრა გაგესაუბრებითო და შესაბამისად გასაუბრების შედეგად აღმოჩნდა ისეთ მნიშვნელოვანი მტკიცებულება, როგორც დღეს ვნახეთ. პროკურორი გვიმტკიცებდა, რომ ექსპერტიზა იძულების წესით არ ჩატარებია ნინო დათაშვილს. ის წინასწარ იყო ინფორმირებული ამ ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით, რაც შეეხება სასამართლოს განჩინების შეცვლას. ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს ნინო დათაშვილის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. თუმცა, როგორც ჩანს, სავარაუდოდ პროკურორი ტყუის, რადგანაც დღეს სასამართლო პროცესზე ნინო დათაშვილმა არაერთხელ გაიმეორა მოსამართლისთან დასწრებით, რომ მან არ იცოდა საერთოდ ექსპერტიზა თუ უტარდებოდა და მოტყუების წესით ჩაუტარეს მას ფსიქიატრიული ექსპერტიზა. პროკურორი ასევე აცხადებს იმასაც, რომ არ ჰქონდა ვალდებულება, რომ სასამართლოს განჩინების შეცვლის შესახებ მიემართათ კვლავ სასამართლოსთვის და ამაზე ნებართვა არ იყო საჭირო. თუმცა მოსამართლემ არაერთხელ დაუსვა თავად პროკურორსაც კითხვა, თუ სად ნახა ნინო დათაშვილის უარი ფსიქიატრიული ექსპერტიზასთან დაკავშირებით, ჰქონდა თუ არა წერილობითი დოკუმენტაცია. თავად სიტყვიერად განაცხადა თუ არა ნინო დათაშვილმა უარი იმასთან დაკავშირებით, რომ უარს აცხადებდა ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე სტაციონარში და ბუნდოვანია პროკურატურის ეს გადაწყვეტილება, როდესაც მათ შეცვალეს მოსამართლის გადაწყვეტილება. თავად თამარ მჭედლიშვილისთვისაც კი მოულოდნელი და გასაკვირი აღმოჩნდა პროკურატურის ეს გადაწყვეტილება. ყველა ემორჩილება
გაურკვეველია რას ნიშნავს ჩემი საუკეთესო ინტერესი, რასაც პროკურორი ახსენებს ჩემზე საუბრისას, რადგან ჩემი საუკეთესო ინტერესი იქნებოდა ჯარიმა და თუნდაც იმ ერთი თვითგათავისუფლება, რასაც ვითხოვდი, რომ ჩემს აბიტურიენტ შვილთან გამეტარებინა ის დრო და გვერდში ვყოლოდი. ცნობაც იმიტომ წარვადგინეთ, რომ მჭირდებოდა ხერხემალზე ოპერაცია და მინდოდა ეს გაეთვალისწინებინაც. ის თანხლები დაავადება, ფსიქოემოციური ლაბილობა კი მართლაც ყველა შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად ორსულ ქალებს და სხვა მხრივ ეს არის შაბლონური ფრაზა. სწორედ ამის საფუძველზე დამინიშნეს ის იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზაც. რაც შეეხება სტიგმას, მე არანაირი სტიგმა არ მაქვს. პირიქით, ისინი აპელირებდნენ ამ საკითხზე. აქვე საინტერესოა ისიც, რომ დღეს ადვოკატებმა ნინო დათაშვილის ინტერესების დამცველებმა სასამართლოში წარადგინეს ახალი მტკიცებულება, ეს არის 112-ის ჩანაწერები, როდესაც ნინო დათაშვილი მანდატურის თანამშრომლობა ძალის გამოყენებით გამოიყვანეს სასამართლოს შენობიდან და ეს კადრებიც არსებობს და საზოგადოებამაც ნახა, მან დარეკა 112-ში, გამოიძახა საპატრულო პოლიცია და განაცხადა, რომ ის არის ძალადობის მსხვერპლი ქალი სასამართლოს მანდატურების მხრიდან. თუმცა რეაგირება ამასთან დაკავშირებით არ მოუხდენია შინაგან საქმეთა სამინისტროს, ერთი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც კი არ მოსულა და ამის საპირისპიროდ დაახლოებით 40 წუთის შემდეგ დარეკეს მანდატურებმა პოლიციაში და სწორედ ამ ზარის საფუძველზე დაიწყო უკვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნინო დათაშვილის წინააღმდეგ გამოძიება. ახლა ეს 112-ის ჩანაწერები საქმეს დაირთვება თუ არა მტკიცებულების სახით, მომდევნო სასამართლო პროცესზე გახდება ცნობილი.